ასკეტური ლიტერატურაში მამები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანს აქვს ერთი პრობლემა, მუდამ რაღაცა შეიძლება როცა არ იცის ერთი პრობლემაა. როცა იცის, ის ხშირად ავიწყდება და ერთ-ერთი რაც შეიძლება ავიწყდებოდეს, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს. რა საწყის მდგომარეობაში ვიმყოფებით? ჩვენი საწყისი მდგომარეობა რა არის? თუ ეს ადამიანმა არ იცის ქრისტიანობაში, ის ვერასოდეს სულიერ ცხოვრებას ვერ დაიწყებს. ახლა ეს საწყისი მდგომარეობა ძალიან კარგად არის გადმოცემული წმინდა წერილში. აი ნახეთ როგორ წერია, ეს არის დაბადების თავი, პირველი წიგნი ბიბლიისა, მესამე თავია. ადამმა შესწოდა. ჩვენ ადამის მემკვიდრეები ვართ. როგორიც გახდა ადამი, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი არის ისეთი. ადამმა შეწოდა და ნახეთ რა სიტყვებია. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? ხო ხვდებით, ახლა ღმერთმა ძალიან კარგად იცის ადამი სად არის. რატო ეკითხება ამას? საინტერესოდ განმარტავენ წმინდა მამები ამ ადგილს. ბევრნაირად. ერთ-ერთი განმარტება ძალიან საინტერესოა. ეს განმარტება ესეთია, რომ ადამ ხედავ, ჩემო შვილო, სად ამყავდი? და ნახე ხა სადა ხარ? ნახე სადა ხარ? და ეს სიტყვები თითოეულ ჩვენთაგას ეკუთვნის. აი მე მეუბნე, თეოდორე, გამოფხიზლდი, არა ხანდახან არა მგონია რაღაცა. თეოდორე, გამოფხიზლდი, შეხედე სადა ხარ? ადამის დაცემულობა. სხვათა შორის, აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, თქვენ ახსარებებს ალბათ ხანდახან ამბობთ. ან ლოცულობთ ხანდახან. ლოცვის დროს და ახსარების დროს თუ მე არ მაქვს აი ამის ხსოვნა, მე სადა ვარ? არც ახსარებას აქვს ფასი, არც ლოცვას აქვს აზრი და ზიარება კიდე, რა ვიცი. ქრისტე ამბობს, მოვედი არა წოდებათ მართალთა, ანუ იმისთვის კი არ მოვედი, რომ თქვენ მართალ ადამიანებს კარგებს დაგიძახოთ. მოდით ჩემთან, არამედ ცოდვილების სინანულად, ცოდვილთა სინანულად. თუ ადამიანი ამას ვერ ხედავს, მას სულიერ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემა აქვს. ამიტომ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ანუ სად ვიყავით და რა დაცემულობაში და სირცხვილში ვიმყოფებით. ეს არის აუცილებელი. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ შენ ფეხი აიდგა ქრისტიანობაში, თუნდაც დღეს 21 საუკუნე იყოს, თუ შენ ამას ვერ დაინახავ.